რამდენიმე წლის წინ ირანელი სპორტსმენს პრესკონფერენციაზე თავის მოწინააღმდეგეზე, ქართველ მკლავ ჭიდელ ლევან საგინაშვილზე, იგივე ხალხზე დაუსვეს კითხვა, რაზეც მან შემდეგნაირად უპასუხა: ქართველებს იმიტომ ჰყავთ ასეთი ძლიერი სპორტსმენები, რომ ირანს ჰყავდა დაპყრობილი. სწორედ ამის შემდეგ გაჯიშიანდნენ ისინი. აღნიშნულ განცხადებას ლეგენდარული ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გამოეხმაურა: ქართული სულის შეურაცხყოფას არავის გაპატიებთ. ეს ჩემი ერია. ჩვენი გენი არ აღრეულა არავისთან, სწორედ ამაშია ჩვენი ძალა. ბევრი ერისთვის ეს კარგია, მაგრამ არა ქართველებისთვის, ჩვენ ხალხს ერთმანეთი უყვარს. იშვიათად ნახავთ ქართველს, რომელიც სხვა ერის წარმომადგენელთან ოჯახდება, ეს გენში გვაქვს, რომ ჩვენი ერის გარდა სხვებს ვერ ვუგებთ. ღმერთის წყალობით ეს ასეა და ასე იქნება, მარად ქართველი ქალები კლდიდან ხტებოდნენ და თავს იკლავდნენ. ასეთია ჩვენი ისტორია, ასეთია ჩვენი სული, ასეთი სული ჰქონდათ ქართველ ქალებს და ასეთი დედები ზრდიდნენ იმ ვაჟკაცებს, რომლებსაც უამრავი ისტორიკოსი, ტიტანებს ეძახდნენ. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. განაცხადა ტალახაძემ.